საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიოლილოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში შპს გურია ენერჯის 100%-იანი წილის ფლობელი ტენდერის შესრულება კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას 493,95 ლარს კომპანიის ფლობელს ბრალდება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების მუხლით წარედგინა, რაც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორ პირს კი გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას და ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებას ედავება, რაც ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომპანიის ფლობელს ბრალდება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორ პირს კი ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების აკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.